ზეგი მდინარე ჭიშურაზე მოვედით. რა ვიცი, ვითომ უნდა ვითევზაოთ ცავით და ცოტა ანკესითო, ცოტა ისაო, ცოტა ჩაყვინვაო, არ ვიცი, მე და ჩემი ძმა ვართ. ნახოთ რა იქნება, ბა. და სამწუხაროდ ისე ჩვენი ხალხი ანაგვიანებს ამ კეიფის დროს ბუნებას. ეხლა აქეთ სისუფთავია შედარებით, მაგრამ ამაზონის ჯუნგლები ვით არის გამოვიარე ხა. თევზს გადავხედეთ და თევზი სავსეა. დინარე ჭიშურა გახლავთ. ბაღით ჩახდა. ამაზონის ჯუნგლებია ჩვეულებრივი. აჰა, თევზი გაიჩითა. ცადა. ხა გირეკლავს და. სადა? ეხა დავინახე. დავინახე. წყალში ჩანს დიდი თორე. თეფშზე დიდი არაფერია. ეხა თქვა. ვაიმე ლიფზე ვდგავარ. კროქსები მაცვია, ეხა თუ ავსრიალდი. რაშაი დასვიდანია ტელეფონო. ვაი. ხელით თევზაობა. აბა მოიცა მე ეგრევე დაიჭირა. შემახედა? რა ქვია მას თოფისის არის თუ რაღაცა. რაღაცა წყლის შვილდის არია, რაღაც მაგით დავიჭირეთ. ძალიან მაგარია. აბა კიდევ ნახოთ. აი მაგასაა. ხო. აქ ყოფილა. ეგ ესე გავტესე ძალიან მაგარი რამე. ეხლა მე ვერ დავიჭირე, ჯერ გამოყენება უნდა. არის ორნაირი ვარიანტი და გაჩვენებთ მე. ერთი ესე იგი რკინა გამოდის და მეორეს ისვრი და ძაფი მიყვება რა ძუა. ხო, მაგრამ ეხა ეს პატარა მდინარე ჩემ მასშტაბებში მე ვერ ვეტევი დიდი ვარ რა. იგივე წყალში ვერც ვეტევი მე და პატარა წყალია. ამიტომ ეხა სექტემბერია უკვე და რა დღეს არის 14 სექტემბერია დღეს და ხამეების სეზონი ეხა მდინარის სეზონი მორჩა უკვე და მე უნდა მოვემზადო რომ გაისისთვის ხო გაისისთვის უნდა მოვემზადოთ იმ ხრივ რომ ხა მაინც უფრო სამეგრელოში უფრო არის კანიონებში ღრმა წყლები და ესეთი რაღაცა ან რო ჩაყვინო გემრიელად რა მაგრამ ამისათვის დამჭირდება მე ნავიყიდო ესე იგი GoPro მჭირდება თან ხომ უნდა გადავიღო ხა ტელეფონით ვერ გადავიღებ წყალქვეშ GoPro მჭირდება GoPro-ს ვიყიდი აუცილებლად წყალქვეშა ბალონია 7 წუთი ძლებ 7 წუთი ძლებ რა წყალში ჟანგბადის ბალონი ამერიკელებმა გამოუშვეს ახლა აი ესე ბოთლის ხელაა რა აი გრძელი დეზოდორანტის ხელა ну ცოტა უბრალოდ ბოთლის ხელა რა ლიმონადის ბოთლის ხელა არის ეგეთი ბალონია და ეგ ახლა ღირს $600 ღირს რა ეგ უეჭველად უნდა ვიყიდო GoPro-ს უნდა ვიყიდო და ну ლასტებიც მინდა რა უკვე დაივინგი გამოვა რა ჩვენს დინარეებზე ისეთი მაგარი დინარეები გვაქვს ჩვენ ახლა იქით სამეგრელოში არის ყველაზე მაგარი რა ყველაზე მაგარი კანიონებში და სადაც ეს თქვა ოფიციალურად ტურისტული ზონა არ არის იქ შეხვალ მე ადამიანი და ითევზავ იქ დიდ ღერებზე ითევზავ რა ამ შვილდისრებით და რაღაცეებით და ანკესებით და ისედაც წყალქვეშა სამყაროს გადაღება მინდა რა ხოდა ნახოთ რა როგორ იქნება რამდენიმე ღერი დავიჭირეთ უკვე რამდენიმე ღერი დავიჭირეთ ესე იგი პროცესში ვერ გადავიღე იმიტომ რომ სველი მქონდა ხელები ეს ჩემმა ძმა დაიჭირა სულ ხმე ჯერ არ ვიცი აი ეს ძალიან დიდი ღერია დიდი ღერი რომელიც არის ეგ და მეორეც დიდი ღერი შედარებით პატარა მაგრამ უფრო დიდი ღერი ყველაზე აი ეს ორი ყველაზე დიდი ღერი რომელიც იყო ეგ ხელით დაიჭირა პირდაპირ ხელი შეყო ჯილეში და ეგრევე დაითრია და მოკლედ მაგრამ მაგარი ცივი წყალია რა მე კი ვარ გაკაჟებული მაგრამ ანუ ორგანიზმს ყინავს რა ტუჩებში და სახეზე მომაწვა აი ისა რა ქვია სიზარღვების რაღაცა ლურჯდები რა მოკლედ რა და ხა აგვისტოში უფრო ჯობი აქ არა აგვისტოშიც გალურჯებულან ესენი მოცა თევზაობდნენ მაგრამ
მაინც ახლა მზეზე ვთვებით რომ და ნახოთ ხა ცოტა კიდე დავამატებთ ნადავს ცოტა ზევით ავუყვებით და პატარა ვიდეო გამოვა რაღაცა გამოვა რა ხელაობა ქვია ამას ხელით ჯილეებში და მე პლუს ეს რაღაცა რკინაც გვეხმარება ესე იგი ცოტა ერთი 100 მეტრი ზევით ამოვედით ჩემი ძმა იქ ყინავს ახლა საწავი და სადა სათვალე მიკეთია და ვერ ვხედა ხო იქით არა ამერია ეგ არის ხო და ზეგი ხელითაც იჭირება რა ესეთი მოწყობილობა არის რა წინიდან გაჩვენებთ მოიცა აი ბატონო მაგარი რამეა ძალიან შეხედეთ რომ მაგარი რამეა ასეთი რამეა ჩვენი თევზიკალი ხო ჩვენი თევზიკალები ესე ვთქვათ ჩადმე დიდ ბალონში გადმოვიტანეთ ზოგი ცოცხალია და ზოგს დირკა ადებს მუცელში ამიტომ ამოტივტივდა გახვრეტილია მუცელზე წარმოიდგინეთ ახლა სადაც ღრმა წყლები იქ რამდენი თევზი იქნება და აი რაჭაში ზემო იმერეთში გაიცად მაგ ადგილებს მივხედავ თან პლუს წყალქვეშ გადაღება ხა დღეს ისეთი ბოლომდე სუფთა არ არის წყალი იმიტომ რომ ამ დღეებში ხო იწვიმა რამდენიმე მდინარე ამღრეული იყო ხო და მე GoPro-თი წყალქვეშ კადრებსაც გადავიღებთ ესე იგი ის არის როგორ ხდება ეს ის არის როგორ ხდება დიდ თევზს ძალიან საინტერესო იქნება გაისისთვის მომემზადები ყველანაირად ხო და კარგი იქნება ნამდვილად მაგარი კარდიოვარჯიშებია სხვათა შორის ესეთ ადგილებში სიარული ხო სხვათა შორის ესე იგი რა მომეწონა იცით ეს ჩემმა ძმამ AliExpress-დან თუ რაღაც თემუდან გამოიწერა ხო და აი ეს კროქსები არის იდეალური რა მე რომ მკითხოს ადამიანმა იმიტომ რომ ფეხში შველი ვერ ივლიქ რა ზოგან კონსერვის ქილები არის ალუმინის კონსერვის ქილები ჩაყრილი და გამწყდარი ბანკებიც ხო არის და არის რა და ფეხებს დაიჩეხავ ამის გარეშე ან უბრალოდ ჩუსტებიც არ წავა აი ეს უკანაც რო დაცულია უკანა მხარეც რო დაცულია მაგამ ბავში კარგია კროქსები და ამიტომ ესე თქვა კანიონინგის ამბავში კროქსები კარგია რა დაიჭირა შემახედე აცია მაღლა აბატონო დირკა დაედო თევს კარგია აბა მამი დუკა დედი კუკა მამი დუკა შეგვიფასეთ ორი დიდი ღერი დაიჭირა ხელით აი დანჩენი ისრით რა ეს მეორე პატარა აქვს ჩატანილი თევზავს მე ხა მე ერთი ორი გავცვნე მაგრამ ძალიან ცივია წყალი და გუში რო დავლია და ნასვამი რო ვარ მაგიტომ ვერ ვიცურავებ გაისისთვის მოკლედ გაისისთვის მზად ვიქნები ნახეთ რა ბუნებაა წაქცეული ხე როგორ უხდება აქაურობას ჩემი ძმა ჩამძვრალია ჯილეში აუ წეგან ძალიან ვიცინე ჩემე მეუნება ჩადიო ჩაყვინეო რა ჩაყვინეო და მეთქი პატარაა წყალი ვერ ჩავეტევი მეთქი რანაირად უნდა ჩავყვინო ანუ კაც სელაპივით ვარ ანუ არ ვეტევი პატარა წყალი მუხლებამდე წყალიც არ იყო მე რქვები ხო არის ამოშვერილი აქეთ ცოტა ღრმა არის მეთქი არ ვეტევი წყალში ვერ თავს ვერ ვყოფ პრიკოლი იყო რა მეთქი ეს დინარი არ არის ჩემ მასშტაბებზე გათვლილი ეს თავი მოყვა დიდებისთვის რა ეს არ გამოგვიყენებია დიდ თევზებზე აქ სად არის დიდი თევზე არ არის მაგხელა დიდი თევზე პატარები ესე ხო და ასე ვთქვათ გაისისთვის მოვემზადები და უფრო მოგზაურობის კიდევ უფრო სხვა ეტაპებზე გადავალთ ამას კანიონინგსაც უძახიან კანიონინგი არის მე მგონი თუ სწორად მახსოვს
ანუ კანიონების გავლა ცურვით, დაივინგის კოსტუმების ჩაყვინთვით, ცურვით, კლდეზე ცოცვით, რაღაც ეგეთი თემებია. ან ეგ არის, ან კიდე ნავით რო გადიან, აღარ მახსოვს ზუსტად რა. მაგრამ ჩემთვის ესეც კანიონინგი იქნება. გაიცათ უკვე კანიონებს შევეჭიდებით. ხო და Ja, Samsung ეს ახლა არის Samsung S24 Plus-ი. ეს ტელეფონი. მეტი რა გინდა, რა იდეალურად იღებს რა. ულტრა არ არის, მაგრამ მე ძალიან კმაყოფილი ვარ, იდეალურად იღებს, ანუ ციფრული ბიჭო ჭიანჭველები როდის დამესია. ფუ, ხეზე ეთყობა მოიჭ. ამათმა ისეთი მწარეკვენა იციან, ხო არ გადავთ. ხო და ასე ვთქვათ. ციფრა თუ პროფესიონალი გადამღები ჯგუფი არ მოყავს, მაშინ ამ შემთხვევაში ციფრულ კამერებს და იმას უდრის რა ამ ტელეფონის ხარისხი შვენივრად იღებს, მეტი რა ვინა. აქ კარგი გადაცემების გაკეთება შეიძლება მსგავს მიმართულებებში. ადგილები არის ძალიან სახიფათო, ნებისმიერ დროს შეიძლება ისიასრიალდეს სალტო გააკეთო. ძალიან ნელა უნდა იარო აქ ადამიანმა, სადაც ესე ხავსიანი და სველი სადაც არის ქვები. აუ რა ხელა წყალი ჩავასხი და ჩამწყდა ხელი რა 5 ლიტრიანის თრევით. მაგრამ მდინარე კაია. აქვე ტრასაც გადის ახლოს. აგვისტოში კაი იქნება, ისეთი კაი ცივი მდინარეა, რო ვიხურკებოდი თბილისში რა მინდოდა იქ. ბატონო. ამოაგდე. აჰა. თევზიც ამოვარდა. მიდაბრი გადაღებების დროს დავიყვანოთ მოძმე, თავის მოძმეებს შევუერთდეს. ხო, ეს ვიმყოფებით ახლა მდინარე ჭიშურას ჩანჩქერზე. მე მგონი რაღაცა ქვია, აღარ მახსოვს. ეგ ნაღადად აღარ მახსოვს. აგა და მდინარე ჭიშურას ჩანჩქერი. ჩემი ძმა თევზაობს. ერთი ტაფა თევზი გამოვა რა. მზეანათებს ძალიან და ვერ ვიღებ. ნორმალურ კადრებს ვერ ვიღებ. პირდაპირ კამერაში მინათებს მზე. მდენი ნაგავია, შეგით ამ დინარესაც მოქვს. ნახეთ რა საბანაო ყოფილა ბიჭო აქ. სად ვიყავი აქამდე? აი ეს არის იდეალური საბანაო. ზევთ გზა გადის. იდეალური. ნახეთ რა საბანაოა. ღრმა, მე მგონი იქნება, ცოტა ღრმა იქნება. თან ახლა რო იწვიმა ცოტა ისეთი ბოლომდე სუფთა არ არის რა კიდე. მაგარია. აუ აგვისტოში კაი გასაგრილებელი ადგილი იქნება ეს. ეს ზევით ქვევით დავდივართ რა მოკლედ. მე მგონი ვამთავრებთ თევზაობას. ხელები. ვიღაც ჩამო. ნახეთ რა სილამაზია ხალხო, რა ლამაზი ნაშენები კაცვარიცის როდინდელი ხიდი. ალბათ 50-ან 70 წლის აშენებული. 70 წლის წინ აშენებული ხიდი იქნება. ნახეთ რა ლამაზად არის. შეიძლება რა ვიცი, ეს რამდენიმე საუკუნის არ იქნება. წესით და რიგით. აი, ახალი ნაგავია მარტო. აუ ხე არის ამოსული წარმოიდგინეთ ხეზე, ხიდზე. აუ რა ლამაზია. აუ რა მაგარი ადგილია. აი, სულ ფილმების გადასაღებად არის იდეალური ადგილები რა თელ საქართველოში. მე მეუნებიან ისაო შენო რატო აღარ მოგზაურობო? მე რას არ მოგზაურობ, ყოველდღე მოგზაურობ მე. თქვენ არ უყურებთ ჩემს ფოტოებს და ვიდეოებს რა. აი მესადა ვარ. იქი ტრასაა. მაგარი ადგილია. ეს ჩემი ძმა ხან დინარიდან ამოდის, ხან ბუჩქებიდან გამოდის. ხან ხიდან ჩამოდის. სად თევზაობს?
დამიყარა ეხლა და გააგზლა ვინაობა გამითებზიან და თითები გამითებზიან და ოპა ძალიან კარგი ჩემს ერთ კრაშს მინდა გადავცე მოკითხვა ცალი ხელთა თმანით რო იქ დგას რომელიღაცა მდინარეზე იცის იქ თვითონ იცის იმ ქალბატონმა ესე რო დგას ცალი ხელთა თმანით რო თევზაობს მე ვასებით რა მაგრები ხართ მე ოპა გარი ადგილი ანუ ეს ახლა ზევიდან ვერ ვხედავ თამარეს ხიდები რო იყო ეგეთ მენჩ ხო არ არის რამე ზევით რო ავალ მე მივხვდები შეიძლება თამარის ხიდს რო უძახიან რაღაც ეგეთი შეიძლება იყოს ეს არ ვიცი კომენტარებში დაწერენ მიციცის დაწერეთ კომენტარებში რომელი როდინდელია ეს ხიდი ეს ახლა ეს ხიდი თანამედროვე ტრასაა უბრალოდ ავტობანი სანამ გაკეთდებოდა ქუთაისისკენ მე საღორიას ტყე მეგონა რომ ერქვა და სხვა სახელი ჰქვიაო და რა ვიცი თელი ცხოვრება ვსწავლობ დედას აი ნერე მეშლება ხოლმე თელი ცხოვრება ვსწავლობ აი საქართველოს ჩემზე მეტად ვინ იცის და სადაც რაზე არ ვიტყვი ამას ეს ქვია თქო არაო მაგას ეგეგერი არ ქვია ესე ქვიაო და ბიჭო რატო არ ხართ ჩემზე მეტად წარმატებულები ან რატო არ ჩანხართ კინოეკრანებზე ან რა ვიცი ტურიზმის სფეროში ან სადმე რატო არ ჩანხართ ყველაფერი იცის კომენტარებში ყველაფერი იცის კომენტარებში მე ვსწავლობ მე არ ვიცი და ეს ხახი არაჩანს და ისე იციან საყულ ძმავა ვიღაც არის ვიღაცამ გაიარა და ვიღაც თავი იყო ვიცა თავი ვიღაც არის ვიღაცამ გაიარა და სეინებს ხახი აი ავაგრძელეთ გზა აბა ხარ ასაკეთებ ეხლა მოკლედ ორი არას გადავტენი ერთი არის მოკლე მანძილზე ერთი შორსასრულად აქ ვიცი რომ თევზია და ჯერ იმას ვისვრი და თუ ვერ დავიჭირე მე ამ სამკაპს დავარჭობ რა მოკლედ ესე ძალიან მაგარ ადგილზე მოვედით საინტერესო ადგილია აი ლაგუნასავით არის რა ნახეთ რა ლამაზია ჯერ რომ მაგარი საბანაო ადგილი აქვს ხო არ გადაო პირდაპირ ტრასის პირზე აქ ჩამოვიდეთ ხოლმე საბანაოდ მაგრამ აქ ხალხი იulis ზაფხულზე ხო არის ხოლმე ხო ხალხი აშკარად ის არის აქ ეხა ადგილობრივს ეცოდინებათ ეს ხიდია გაკეთებული ფეხით გადასასვლელი იქ რა არის რაღაც რესტორანი იყო ადრე მეცადე მივიდა ეხა ეს ქუთაისელებს კი ეცოდინებათ ჩვენ ხო ვარ დინარე ჭიშურაზე აი გადმოდის ნახეთ გადმოდის წყაროები და ეს წყარო გოგირდისაა თუ რა არის როცა წყაროა რა ანუ ეხა დავლებ რო შევიდა ეგრე არ ვიცი ისმევა თუ არა ალბათ ისმევა მაგრამ ნუ დალევ რა არის ისმევა ნახე საიდან გადმოდის ნუ დალევ რას არ დავლე ეხა შევა დავლე წყალმწყურია არა იგი რაღაცა კაპოტი გდია თუ რა არის თეთრი უნდა ამოვიყო რა სიბინძურია აუ ნახეთ რა მაგარი საბანაო ადგილია ნახეთ ხალხო რა არის და აი ხა ასეთი ადგილი გვაქვს ხალხო იმდენი გვაქვს იმდენი აი საერთოდ თითქმის არსაწასო სამგზავროდ არ აღჭირდება საქართველოში გვაქვს ყველანაირი სხვათა შორის აი იქ რო არის საჩხერეში რო არის და ჭიათურს არ ვიცი ჭიათურას ეკუთვნის თუ საჩხერეს აღარ მახსოვს ხა მეგონი საჩხერეს ეკუთვნის ეს საჩქეფია და ეგეთი ადგილები აუ იცით რა მაგარი ადგილებია მანდაც გადავიღებ მე YouTube-ს აუცილებლად ძალიან მაგარი საბანაო ადგილებია ესეთი გვაქვს ძალიან ბევრი რა საქართველოში ну რა თქმა უნდა ხა ცოტა მილაგება უნდა ნაგვის არ დაყრა უნდა ცოტა ინფრასტრუქტურა უნდა სკიბეები რაღაცები ბილიკები ჭირდება რა ხო რკინის მოაჯირები ხო გეუბნებით ხა ესე იგი ჩვენი ქვეყანა არის ულამაზესი რა უბრალოდ ჭირდება მოვლა რა ანუ მოვლა ჭირდება ხა სიტყვაზე აი ძველი რაღაც ხიდი რო არის ამას რესტავრაცია ჭირდება ნაგავი არ უნდა ეყაროს პატარა ბილიკები უნდა გაკეთდეს სანაპირო მოაჯირები უნდა გაკეთდეს
საბანაოები არის, აქ პლუს დამატებით პატარა კედელი შეიძლება გაკეთდეს და უფრო ღრმა წყალი იქნება. ახლა ეს რაღაც ნაჭრები არ უნდა მოხონდეს მდინარეს. იმიტომ რომ სადღაც ზევით სოფლებია და მოდის რა ნაგავი რა ხალხი ძალიან ბევრ სოფელში ნაგავს ყრის, ანუ ძალიან ბევრ სოფელში მდინარეებში იყრება ნაგავი რა. ანუ სოფლებში სადაც გაედინება მდინარეები და ახლოს სადაც მოსახლეობა არის, სიტყვაზე აი თქვა, აი ესე რომ ესაზღვრება მოსახლე, ხო? ძალიან ბევრი ნაგავს ყრის მდინარეში პირდაპირ. ნუ ქვის ხანის მიდგომებია ჯერჯერობით კიდევ ზოგან რა. და აი იქიდან მოდის, ეხა იქ ის რო არის ჩამოკიდებული რო არის, ეხა ეს მივანათო, სად არის? აი ეს პარკები. თაში არწივმა ხო არ გადაყარეს არა? სამდენი ნაგავი. ძალიან ცუდია, მაგრამ უბრალოდ მოვლა უნდა და მე ისა ოკუპანტები არიანო ვიღაცეებიო და მოვლენ ეს ხალხი მოვა მე გინდა რუსი იქნება, გინდა ის ვიღაცა მიგრანტები და ნებისმიერ სახის მიგრანტი მე იყიდის ასეთ ადგილებს და გააკეთებს ტურისტულ ზონას და მე იწყოს ხალხი რომ წაგვართვესო რა და აი ესია რა, პირველ რიგში შენ თვითონ ართმევ შენ თავს ასეთ სამოთხისეულ ადგილებს, როცა ქეიფობ, ლუდს მოყლუნწავ და ხაჭოები არაჟნები და დაყრილია ნაგავი რა. უბრალოდ ეხლა აი მე რამდენად დამავიწყდა წამომე. ეხლა ვერც ვატარებდი, მაგრამ მე რამდენად დამავიწყდა წამომეღო ნაგვის პარკები. ესე იგი, ნაგვის პარკების რულონი უნდა ავიღო და ჩავდო ჩანთაში აწი რა. რო სულ ანუ სამოგზაუროდ სულ მედოს ერთი, იმიტომ რომ просто ეხლა ერთი 5 პარკს წავიღებ, თან ძიმი არ არის, პლასმასებია და რო ჩაყარო რა, პარკი არ მაქვს რა. ანუ შემდეგზე უკვე უნდა ჩავაგდო რა ეს პარკი რო ვატარო. ეხლა ეს ნორმალურია, აქედან მაინც ამოვაგდო, ნახე რა არის ეს. დაადგოს ფეხს ვიღაცა გადაიჭრის მერე. აიცადა. ხო და ესე რა ნახეთ. ახლა ვიღაცამ ზევით ჩაასხა ზეთი, გზა გადის ისროლა გადმოვაგდო აქ. მერე კარგავ თუ ქვეყანასო, ყველანი არჩევნებზეო. არჩევნებზე კი არა, ბუნებას უნდა მოვხედოთ. არჩევნებზე დეპუტატები კი ვერ გადაგარჩენენ. ლუკმა პურს აძლევს ადამიანს ბუნება, დედა ბუნება. და მერე ხვდება იქიდან რა ქვია. მარკეტების და ბაზრების დახლებზე იქ ყველაფერი. ბუნებას თუ არ მოუფრთხილდებით, არც არაფერი ჩემი ძმა გაიყიდა. მოვდივარ. არავს რეალდე მოვდივარ ახლა. სკინა უნდა მივაწოდო ახლა. ოპა. თან შეხედეთ, ბარემ. შეხედეთ რა ხდება. სანაგვია. შეხედეთ რა ხდება. საღორეა რა იმენა. და როგორ მდინარეზეა ლაპარაკი შეხედეთ. რა ბუნებაზეა საუბარი ამ დროს. ნახეთ. აი ხო გეუბნებით, აი ეს ადგილი ხო დასუფთავდეს, მოაჯირები გაკეთდეს, იქ ცოტა კედელი ამოუშენდეს. აი მაგალითად მეტრანახევარზე კედელი რო ამოუშენდეს, თუნდაც 2 მეტრზე რა, და ეს გასუფთავდეს და რაღაცა ცოტა ბათქაშები და რაღაც ცემენტები წაესვას. ანუ აქ საბანაო იქნება, აი უნიკალური საბანაო, კარგად უნდა გასუფთავდეს რა. ნახეთ რა, ეხლა თბილინია ვიწამოვიდა. ორა კაი ადგილი. ნუ, ყოველ შემთხვევაში ხა ეს ადგილი დავიმახსოვრე. საბანაოდ კიდე ერთი. ეს ეხა აქ გზის პირას არის, მაგრამ მე მაქვს დამახსოვრებული. ძალიან ბევრი ადგილი მაქვს დამახსოვრებული ბუნებაში. ზოგი რაჭაშია, ზოგი კახეთშია. და არის ზოგიერთი ლოკაცია არის ისეთი, სადაც რა დროსაც გინდა დღე, გინდა ღამე, წლის ნებისმიერ დროს მიდი, კაცეშვილი არ დაგხვდება და ესეთი მაგარი საბანაოებია. მთელი საქართველოს მასშტაბებით მახსოვს რა. რაღაც ადამიანს რომანტიკა გინდა, მეგობრების წაყვანა გინდა, თევზის შეწვა გინდა, მწვადების შეწვა გინდა, გულაობა გინდა, დარჩენა გინდა, რაღაცა გინდა, კარობის წახვალ სასტავი, ეგეთი ადგილები შენარჩუნებული, თქო დამახსოვრებული მაქვს, რომ ხელს არავინ შეგიშლის, ეგ ძალიან კარგი რამეა რა. მოკლედ აქეთ თევზი აღარ არის. აქეთ უფრო ველოდებოდით და თევზი აღარ არის და მოკლედ აქ დაგიმშვიდობებით. შევხვდებით შემდგომ მოგზაურობაში. ზევით მზიანა თევზს, მაგრამ ეხლა თბილისში ჩავალ და იქ ერთი კვირა წვიმაა გამოცხადებული. წავედი აბა ხე.